შარიქაძის პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ. რა მიზანი აქვს იანს მერაბთან ბრძოლის დროს და ვის აკრიტიკებს ლუის ენრიკე მარცხის შემდეგ. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ თბილისიდან, სადაც უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ MMA-ში მაღალი დონის ორგანიზაცია გვაქვს. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმებით, რომ რკენას პირველმა ღონისძიებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. და თუ ასე გაგრძელდა, მალე რკენა ევროპაში საუკეთესოც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კარგი და სანახაობრივი ბრძოლა ვიხილეთ, ალბათ მაინც უმეტესობა ამ ღონისძიების მთავარ ბრძოლას ელოდებოდა, სადაც ქართული რაგბის ლეგენდა მერაბ შარიქაძე პოლონელ პატრიკ კონტნის დაუპირისპირდა. რაც მთავარია, მოლოდინი გამართლდა და კაპიტანმა მეორე რაუნდში მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. მერაბმა ბრძოლის შემდეგ პირველ ემოციებზე მედიასთან ისაუბრა. მეუბნებოდი მადლობას, რომ ღმერთო არ დამიწყები ხარ მეთქი რა. ეს ადამიანი როგორია, რო გიჭირს მაშინ გახსოვს ღმერთი და რო გიხსნის არა და მე ისეთი გაჭირვებები გამოვიარე და ისეთი სული პერიოდები მაგას აღარ დაუბრუნდები, რომ გაკვეთილი ვისწავლე სერიოზული, როცა ამ დღიდან კი არა აი ამ პერიოდის მერე ყველაზე მოხენილი როცა ვიქნები, მაშინ მახსოვდება პირველ რიგში ღმერთი. დავიწყებ მაგით, რომ პირველ რიგში ღმერთს მადლობა, როგორც უკან თქვა თავის სიტყვაში. აუცილებელი კაცია ეს ბიჭი. ამას ვენაცვალე. ბევრ რამეს ვსწავლობ 51 წლის ბიჭისგან. და ეხლა შენ კითხვას გავცემ პასუხს. ზოლის წინ განწყობა რა, როგორც რაგბში და აქ აღმოჩნდა რომ ერთ და იგივე იყო. ერთადერთი განსხვავება რაც იყო, მე ეხლა მომიწია რომ ბოლო ყოფილიყავი. ჩხუბზე და აი ბიჭებს რო უყურებდი ზუკას ჩხუბს, ნიკუშას ჩხუბს, დავითას ჩხუბს, ჩხუბს აი ეგ იყო ერთადერთი განსხვავება რომ ბრძოლამდე ჩემი ძმების ბრძოლას უყურებდი და აი მანდ რაღაც ეს ემოციები იმაშვებოდა. ესეთი მაღალი დონის მოჭყურები რო არიან. გავსება ეგ განსხვავება იყო ის რომ იქა 15 კაცი იზიარებთ. მოიდანს კი არა 25. აქ ეხლა თვითონ ოქტაგონზე მარტო გადიხარ, მარტო არ ახარ რა. ხო მარტოდ გახარი, მაგრამ ეს ბიჭები გასახდელში იზავ, არ ვიცი, ცოტა გამიგზელდა ეხლა სიტყვა ემოციების ქვეშ ვარ, მაგრამ მაგარია რა. ძალიან სასიამოვნო იყო და აი ამ ბიჭებს ვენაცვალე მე, იმიტომ რომ ჩემი აი დიდი სიცარიელე რა ინტერვიუს თუ უყურეთ, მან თქვი ის დიდი სიცარიელე რომ ვახსენებ, რომ ბიჭებმა შემივსეს მეთქი აი ეს ხალხი არიან და კიდე ბევრი არიან ამათ უკან ის ეხა აქ ამ წელს არ არიან, მაგრამ ეგ სივრცე რეაბილიტირდა ჩემ გულში და ასე რომ მადლობა ამ ხალხს, მადლობა კენას, მადლობა თქვენ და მიხარია რა. ცოტა მოვიტყვი სული და მომეშვა გულზე ეს ბოლო 2 წლით, რაც ბოლო 2 წელია რატოიცაც ვატარებ. გამიგზელდა სიტყვა ეხა ბიჭებს კითხეთ, ჩემი დილეტანტური MMA, მე მგონი ამიტომ ვიცი საკმარისი. აი პროექტი კითხეთ ეხა ამათვენას. რა მაგრა დამიდგა ხალხი გვერდზე რა, არ ვიცი. ჩემი ინტერვიუს რო წერდი არ მეგონა ხალხი თუ ეგრე ახლოს მიიტანდა გულთან ნაღდათ და ცოტა ისევ წერდი ისე რომ ჩავწერეთ აი თათიასთან თათია აქ არის ხა თათა უბრალოდ ბოდიში თათასთან რო ჩავწერე ეგ ინტერვიუ ის განცდა მქონდა რომ ბევრი სიძულვილი წამოვიდოდა რა ამ ჩემი დაშვებული შეცდომებით როგორც განვითარდა ჩემი რაღაცა ცხოვრება ესა უფრო იმ ხალხისთვის ჩავწერე ჩემ აღქმაში ეგ ინტერვიუ ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უინფორმაციოდ დავტოვე და მომიწია რომ ეგრე წასულიყო რა და ველოდებოდი რომ დიდი ნაწილი საზოგადოების გამაკრიტიკებდა რომ აი ეს ასე სულელი ქენი ასე შემდეგ როგორც ინტერვიუში ვახსენე იმ ხელა სიყვარული მივიღე ხალხისგან ისე მაგრა დავიმუხტე და ისე მომეშვა რაღაც მომენტში გულზე თავისთავად ეხა სიძულვილიც იყო და გამაკრიტიკეს კიდევაც შენ ეხა ვიცი რომ მაგას მოისმენდი და იმათ თავის გზაზე გავუმარჯოთ ღმერთმა დამიფაროს მაგ ხალხის თვის მოსაწონი რამე გავაკეთე ეგ რამოდენიმე მაგ ხალხს რომ ისეთ აქციას რომ გავაკეთებ რომ მაგ ხალხს მოეწონება მან მიხვდები რომ ესე იგი მაგარი შეცდომა მაქვს ცხოვრებაში დაშვებული რა უფრო დიდი ვიდრე ეს ჩემი რაღაცა ბრიყულის აქციები იყო რა დიდი მადლობა გულშემატკივარს ეს ძალიან თქო ყველას რომ გააშუქოთ დიდი მადლობა რომ ესე მაგრა გაიზიარეთ ჩემი ტკივილი დიდი მადლობა რომ არ მიმატოვეთ ამ ბრძოლის წინ დიდი მადლობა რომ გამიგეთ რაშიც მოხვდი და დიდი მადლობა რომ
ჩემი გაწეული შრომა რაღაც პროცენტით კი არა და აღმოჩნდა რომ დიდი პროცენტით დააფასეთ და მარტო მაგისთვის ღირდა ცხოვრება და არ ვიცი მომავალი როგორი იქნება, მაგრამ მადლიერი ვარ თქვენი და მადლიერი ვარ ღმერთის. წარმატებები ვუსურვოთ მერაბს, ყველა ქართულ მებრძოლს და რა თქმა უნდა ორგანიზაციას, რომელიც 2026 წელს დაბრუნდება. თქვენ როგორ შეაფასებთ რკენას და ქართველი მებრძოლების გამოსვლას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი მოკლედ UFC, სადაც 7 დეკემბერს სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი რუს მებრძოლს პიოტრ იანს დაუპირისპირდება და ქამარს მიმდინარე წელს მეოთხედ დაიცავს. ამ ბრძოლამდე კი იანმა მორიგი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი დვალიშვილის დანოკაუტებაა. მინდა დვალიშვილს სწრაფი ნოკაუტით მოვუგო. როდესაც ჩემპიონს სწრაფად აფინიშებ, ყველანაირი კითხვის ნიშნები ქრება და არც სპეკულაციისთვის რჩება ადგილი. მინდა დავიბრუნო ქამარი და შური ვიძიო წინა ჩხუბზე. მაქვს ყველაფერი, რაც მერაბის დასამარცხებლად არის საჭირო. UFC-ში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ვიღაცას ვასიამოვნო და ხალხმა თქვას, რომ პიოტრი კარგი ბიჭია. ჩემი ოცნებები და მიზნები მაქვს, ხოლო ხალხის აზრი საერთოდ არ მაინტერესებს. შეგახსენებთ, რომ ქართული მანქანა პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში ქართულმა გაიმარჯვა და იმედია, რომ ამჯერადაც მერაბი კიდევ ერთხელ დაწერს ახალ ქართულ ისტორიას 7 დეკემბერს UFC 323-ზე. ახლა კი მოკლედ ფეხბურთი, სადაც ყოველთვის მოულოდნელად ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ში სტუმრად მონაკოსთან 1-0 დამარცხდა. ქართველს ისევე როგორც მის თანაგუნდელებს დღეს კარგი თამაში არ ჰქონიათ და შედეგიც სახეზეა. მეორე მარცხი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში. შეხვედრის შემდეგ პარი სენ-ჟერმენის მთავარ მომწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელები გააკრიტიკა. როდესაც ამ დონის ფეხბურთელებთან ასე თამაშობ, ვფიქრობ, მეც არ ვიმსახურებდით. ჩემს ფეხბურთელებს შეხვედრის შემდეგ არასდროს ვერ საუბრები. ახლა საუბრის დრო არ არის. თამაში უნდა გავაანალიზო და ვფიქრობ, ახლა ეს ადვილი იქნება. იყო ბევრი უზუსტობა და ინდივიდუალური შეცდომა. ორივე გუნდმა სცადა თავისი ფეხბურთის თამაში, მაგრამ დღეს ჩვენ მოგება არ დაგვიმსახურებია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ შეხვედრას განსაზღვრავს არის ის, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენ ევროპაშიც და საფრანგეთშიც ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდი ვართ. ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის სულ ერთია ვინ გაიტანს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბევრი გავიტანოთ, საგოლე გადაცემები გავაკეთოთ და გავიმარჯვოთ. გოლის ავტორის ვინაობა მეორე ხარისხოვანია. პარი სენ-ჟერმენი ამ მარცხის მიუხედავად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, თუმცა ლიგა 1-ის მე-14 ტური ჯერ არ დამთავრებულა. ქართველის გუნდი შემდეგ შეხვედრას 7 დეკემბერს რენის წინააღმდეგ გამართავს. ბოლოს ერთი კითხვა. დღეს საღამოს 30 ნოემბერს 7 საათზე დინამო არენაზე ქართული კლასიკო გაიმართება. მიდიხართ თუ არა თბილისის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს თამაშზე? დაწერეთ კომენტარებში. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა.